Ჩვენი სპეციალური რუბრიკა, სადაც გამორჩეულ ექიმებზე მოგიყვებით. დღეს გაგაცნობ თორნიკე სოლოღაშვილს, ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა კარდიოქირურგს, რომელიც ამ შემოდგომაზე ევროპაში პირველად შეასრულა გულის ნაწილობრივი გადანერგვის ოპერაცია. ევროპული წარმატების მიუხედავად ის საქართველოშიც ხშირად ბრუნდება. ამჯერად 20 პატარა პაციენტს გაუკეთა ურთულესი ოპერაცია. ლიკა მეგუთნიშვილი შეხვდა ექიმს, რომელიც ხელშიც პატარა გულები ახალი ძალით იწყებენ ფეთქოს. ექიმს, რომლითაც ეს პროფესია მხოლოდ არჩევანი კი არა, ცხოვრებისეული მისია. სამუშაო არ მაკლია, არაფერი არ მაკლია იქ სადაც ვარ, მაგრამ ეს არის სწორედ მორალური პასუხისმგებლობა რაღაცნაირად, რასაც მე ვგრძნობ ჩემი ქვეყნის მიმართ, ჩემი ხალხის მიმართ. იმ ბავშვების მიმართ, ვისაც ჭირდება დახმარება, ამიტომაც ყოველთვის აქ ვბრუნდები. დილის თბილისში მისი პირველი მარშრუტი კლინიკა ღია გულისკენ მიდის, თუმცა ადამიანი, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში საჭეს მართავს, როგორც წესი, დილას შვეიცარიაში იწყებს. მე ვარ თორნიკე სოლოღაშვილი, კარდიოქირურგი, ბავშვთა კარდიოქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი და ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი. სამშობლოში წელიწადში რამდენჯერმე ურთულესი პაციენტების გადასარჩენად ბრუნდება და თან ევროპული მედიცინის უმაღლესი სტანდარტი ჩამოაქვს. მისთვის ბავშვთა კარდიოქირურგია დროისა და სიცოცხლის ზუსტი მათემატიკაა. სივრცე, სადაც კლინიკის კარის გაღებასთან ერთად აბსოლუტური უკომპრომისო წესები ირთვება. ჩემი ხასიათი იცვლება ძალიან ხალათის ჩაცმიდან ხალათის გახდამდე, ბევრად უფრო მკაცრი ხდები იმ მომენტში და დისციპლინირებული, მიყვარს სრული სიჩუმე და წესრიგი საოპერაციოში. ერთი კაპიტანი უნდა იყოს გემზე ოპერაციის დროს. საოპერაციო ველზე კაპიტნობამდე იყო დაკვირვება, ძიება და ერთი დიდი მიზანი. 14 წლის იყო, როცა ფეხიდან ამოღებული სისხლძარღვით გულის გადარჩენის ამბავი მოისმინა და საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ ამას თავადაც აუცილებლად შეძლებდა. შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ გავიგე, რომ ფეხიდან ამოიღეს სისხლძარღვები და გადანერგეს გულზე. წარმოუდგენლად მიმოჩნდა და თქვი, რომ თუ ეს შესაძლებელია, მინდა რომ მეც გავაკეთო ეს. ასე რომ როცა ვაბარებდი უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე უკვე გადაწყვეტილი მქონდა რომ მესწავლა კარდიოქირურგია. ეს გადაწყვეტილება მალევე პროფესიულ ყოველდღიურობად იქცა. 16 წლის სტუდენტმა თეორიულ სწავლასთან ერთად მიხაილოვის საავადმყოფოს ბაზაზე არსებულ ლაბორატორიაში ცხოველებზე კვლევებით იმ ქირურგიული უნარების შენება დაიწყო, რაც მოგვიანებით მის უნიკალურ ხელწერად კონვერტირდა. ემპირიულ ცოდნასთან ერთად იყო დაკვირვების უწყვეტი პროცესიც. კლინიკა ღია გულში მიწვეული უცხოელი პროფესორების საოპერაციო მაგიდასთან გატარებული საათები, სადაც მისი ევროპული მომავლის მთავარი ორიენტირი გაჩნდა. ეს ჩემი მასწავლებლები არიან პროფესორი ვოიტალიკი, მიხაილ ვოიტალიკი, რომელიც იყო პოლონეთში, ქალაქ პოზნანის ბავშვთა საუნივერსიტეტო კლინიკის გამარჯობა. განყოფილების გამგე. მასთან გავატარეთ ახლობით 3 წელი, 2008-დან 2011 წლამდე და 2011 წლის დასაწყისში 2 იანვარს წავედი შვეიცარიაში პროფესორი კალანგოსი, მაშინ იყო ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის კარდიოქირურგიის განყოფილების გამგე, სწორედ მისი მიწვევით, სადაც დღემდე გახლავართ. კლინიკა ღია გულიდან დანახული ევროპული მომავალი მალევე რეალობად იქცა. თბილისური სტარტის შემდეგ დამოუკიდებელი პრაქტიკა პოლონეთში გაგრძელდა. შემდეგი გაჩერება ჟენევა იყო. იქ, სადაც პროფესიონალიზმს ერთი მთავარი საზომი აქვს: 10 წელი, დღეში 10 საათი. 10 წლის განმავლობაში ყოველდღიურად საჭიროა დღეში 10 საათი მუშაობა იმისთვის, რომ გავხდეთ დამოუკიდებელი ქირურგი. მე რეალურ ცხოვრებაში ისეა, რომ ჩემ ცხოვრებაში ყოველ შემთხვევაში რომ 10 საათი კი არა, 12 და 13 საათიც მიწევს დღეში მუშაობა. 10 წლის მერიც. 10 წლის მერიც კი ბატონო. მრავალწლიანი უწყვეტი შრომა საბოლოოდ იმ პროფესიულ სიმშვიდედ იქცა, რომელიც საოპერაციო მაგიდასთან მოულოდნელობების ადგილს აღარ ტოვებს. სოლოღაშვილისთვის პროცესი სკალპელის პირველ შეხებამდე დიდი ხნით ადრე გონებაში სრულდება.
კარგი ეხოსკოპია, კარგად გაკეთებული და მას რო ხედავთ უკვე თავში წარმოსახვა მექმნება ყოველ შემთხვევაში და ზუსტად ვიცი რომ ოპერაციის ეტაპები აი რა უნდა გავაკეთო. რითი უნდა დავიწყო, რითი უნდა დავამთავრო და ამას არ ვცვლი და ოპერაციის დროს არ ვიწყებ მარჩილობას ახლა ეს აქედან თუ ეს იქიდან. აი ამას გულისხმობ რომ ეს ოპერაცია უკვე გაკეთებული მაქვს შემთხვევაში, ახლა დარჩა უბრალოდ ტექნიკურად განხორციელება ამის. და როცა ტექნიკური ოსტატობა აბსოლუტურ მაქსიმუმს აღწევს, მთავარ კაპიტანს უჩნდება სითამამე თავადაც შეცვალოს არსებული წესები. ამავე ხედვამაქცია თორნიკე სოლოღაშვილი ევროპული კარდიოქირურგიის ახალი ისტორიის ავტორად, ევროპაში პირველად. სწორედ მან ჩაატარა გულის ნაწილობრივი გადანერგვის ოპერაცია. 12 წლის პაციენტისთვის ხელოვნური იმპლანტი ცოცხალი ქსოვილით ჩაანაცვლა და ბავშვის გულს ბუნებრივი ზრდის საშუალება მისცა. 12 წლის ბავშვს მეხუთეჯერ რო უკეთებ ოპერაციას, ეძებ გამოსავალს რა შესთავაზო ისეთი, რომ 3-4 წლის მერე ისევ მე-6-ჯერ საოპერაციო არ გაგიხდეს და ეს ამოვიფიქრეთ სწორედ როგორც ალტერნატივა, რომ გადაგვენერგა ეს ნაწილობრივი გული, ანუ რაც გულისხმობს, რომ გადაგვაქვს სარქველები ცოცხალი, რომელსაც აქვს ზრდის პოტენციალი და ეს პაციენტი ყავს კონტროლზე, გადასარევად ვითარდება ეს სარქველები ძალიან კარგად მუშაობს. და ეხლა გეგმავთ რომ დავიწყოთ ამის კეთება უფრო ასე ვთქვათ ინტენსიურად. ელიტური მედიცინის კომფორტის ზონიდან ის რეგულარულად მიდის იქ, სადაც სასწაულებს ყველაზე მეტადელიან. 2017 წლიდან თორნიკე სოლოღაშვილის პროფესიული რუკა სენეგალსა და რუანდას ფარავს. ტერიტორიას, სადაც 100 მილიონ მოსახლეზე მხოლოდ ერთი კარდიოქირურგიული ცენტრია. შორეულ აფრიკაში პროფესიონალის მთავარი მისია პაციენტების გადარჩენასთან ერთად ადგილობრივი კოლეგებისთვის ევროპული სტანდარტის დატოვებაა. რა შეიძლება ხა ადამიანმა გააკეთო ამაზე კარგი, ვიდრე წახვიდე და ადამიანს აჩუქოს სიცოცხლე, რომელსაც არ აქვს სიცოცხლის შანსი, რომელიც აუცილებლად მოკვდება ამ მკურნალობის გარეშე და იმის რომ კიდე ასწავლო იქ ხალხს, რომლებიც დაიწყებენ მერე ამის კეთებას და ეს კარგად შესწავლილია და დამტკიცებულია, რომ იქ სადაც ვითარდება კარდიოქირურგია და განსაკუთრებით ბავშვთა კარდიოქირურგია, ეს სტიმულს აძლევს მთელი მედიცინის განვითარებას, იმიტომ ბავშვთა კარდიოქირურგიას ჭირდება მთელი რიგი მედიცინის დარგები, დიალიზი, ნევროლოგია, რადიოლოგია, კარდიოლოგია, ანესთეზია და ანუ ეს ყველაფრის სტიმულია და საბოლოო ჯამში იძლევა იმას, რომ მედიცინა ვითარდება ამ ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, თუ რა მასშტაბებს ფარავს მისი პროფესიული ორბიტა, თავარი ხაზი მაინც სამშობლოსკენ მოდის. ეს კავშირი უკვე მყარ ინსტიტუციურ ხასიათსაც ატარებს. ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიასთან თანამშრომლობით ყველაზე კრიტიკული პაციენტები მასთან შენევაში ხვდებიან. საუბარია იმ ურთულეს შემთხვევებზე, რომელთა მართვაც ლოკალურ დონეზე ფიზიკურად შეუძლებელია. განსაკუთრებული მასალა გვჭირდება, რაც არ მოიპოვება საქართველოში, მაგალითად გვამური ქსოვილები, ჰომოგრაფი, რომელიც ფიზიკურად არ არის საქართველოში და ამის ტრანსპორტირება არ ხდება. ეს არის ერთი შემთხვევა და მეორე ძალიან მაღალი რისკის ოპერაციები, როცა ვიცით რომ ოპერაციის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს ძალიან დიდი და დაგვჭირდეს ოპერაციის მერე დამხმარე გული, ხელოვნური გულის გამოყენება რამოდენიმე დღის განმავლობაში. ესეთ შემთხვევებში, როცა ვაფასებთ, რომ რისკი არის ძალიან მაღალი, კი ვცდილობ, რომ ესეთი ბავშვები წავიყვანო იქ და იქ გავუკეთო. ყველაზე კრიტიკული პაციენტები მასთან შემთხვევით არ ხვდებიან. იქ სადაც ხვები რისკებს ხედავენ, ის ახალ პროფესიულ ამოცანას პოულობს. ჟენევის კლინიკაში ქართველი პროფესორის მთავარი мотиваცია ზუსტად იქ იწყება, სადაც საოპერაციო მაგიდასთან მარტივი გზები აღარ არსებობს. არ მიყვარს მუდმივად სტანდარტულად სწორხაზოვნად სიარული, მიყვარს სიახლეები, რაღაც ახალის მოფიქრება, ახალის დანერგვა, ამას არასდროს არ გაურბივარ, რამაც ბუნებრივია, მომცა ის საშუალება, რომ რაღაც სიახლეები დამენერგა არის მთელი რიგი ოპერაციებისა, ვთქვათ, რაც მე გავაკეთე პირველად შვეიცარიაში და ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე რთული ოპერაცია ბავშვთა კარდიოქირურგიაში, რაც არის ორმაგი დატრიალება ბოლქვის, დღეს ყველაზე დიდი რაოდენობა მე მაქვს გაკეთებული ევროპაში.
14 წლის ასაკში დასახული მიზანი, რომელიც მაშინ წარმოუდგენელ ამბიციად ჩანდა, დღეს ათასობით ბავშვის ახმიანებულ გულისცემად იქცა. ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის ქართველმა კარდიოქირურგმა დაამტკიცა, რომ მსოფლიო კლასის ოსტატობა გეოგრაფიულ საზღვრებს არ ცნობს. სამშობლოდან შვეიცარიის ულტრათანამედროვე ჰოსპიტლამდე, აფრიკის ცხელ სოფლებზე გავლით ის მხოლოდ დიაგნოზებს არ კურნავს, არამედ სიცოცხლისთვის წართმეულ 10 წლეულებს დედამიწაზე აბრუნებს და ჩვენს თვალწინ წერს მსოფლიო მედიცინის უახლეს ისტორიას.